ზარალსითლიან აბაშოში სოფელ სეფიეთის მოსახლეობა წყალდიდობამ დააზარალა. საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები წყლით არის დაფარული. დახოცილია შინაური ფრინველი, განადგურებულია სახლნამ სათესე მიწები. მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება.იანი გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე აბაშა ადიდდა. სოფელ სეფიეთში 50-მდე ოჯახს წყალი სახლებში შეუვარდა. დატბორილია სახლების პირველი სართულები. როდესაც წყალი შემოვიდა, საოჯახში იმყოფებოდი და საშინელი წყალი შემოვიდა, უცებ 2 წუთში სახლი უკვე დატბორილი იყო. მე ძალიან მეშინია მიღამაც სახლში გაჩერების. სტიქია მთლიანად გაანადგურა მოსავალი. დატბორილია საკარმიდამო მიწები და დახოცილია შინაური ფრინველი. მოსახლეობა მთელი ღამე ქუჩაში გაათენა. სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. გვერდით წყალი გვივლის აქ ადიდდა და ესე იგი 2 წუთის განმავლობაში სახლი აივსო წყალით. ამის ზარალი ნახეთ. ზარალი ქათმები ხო უცებ ქათმებმაც ვერ მოასრენ ისა და წყალმა წალეკა აი მდინარე მიქით. ქათმებიც და აი ზროხები კი აი საზროხე ყველაფერი დატბორილი გვაქვს. სასმელი წყალი, ჭაში ბინძური წყალი ჩავიდა, სასმელი წყალი არ გვაქვს. აბაშა ახლოს არის, კიდე შეიძლება რომ მოიმატოს. ხიზო მდგომარეობაში უნდა ვიყო და წოლის გი არ არსებობს. ბავშვების საშიშროება. გავიხიზნო სადმე რომ გადავიყანოთ ეს ბავშვები. სეფიეთში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ. მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში დატბორილი სახლებიდან პროდუქტების გამოტანას